იჩქარეთ, სწრაფად, უწმინდურები მოდიან. ყველაფერი კარგად იქნება. ქალაქს ლედი სელესის ბარიერი იცავს. უწმინდურები იქ ვერ შემოაღწევენ. ესე იგი სელესტინა ბოდლერი შენ ხარ. შეეგუე ბედისწერას დამოკვდი. სალამი მეგობრებო. თხოვნა იქნება შემოგვიერთდეთ Discord-ზე, ლინკი კომენტარებშია. მადლობა წინასწარ. ერთი სულელი ადამიანის წყალობით ბარიერი ადვილად გადმოვლახებ. ხედავ თვით დიდებულმა სელესტინა ბოდლერმაც კი ვერ შეამჩნია შენიღბული უწმინდური. თვალებს ვერ ვუჯერებ. არ მჯერა რომ გარაკმა ის მოიხმო. გარაკ როგორ გაგაცურეს? ლედირემ, ქალბატონო სელეს გთხოვთ. ჩემგან ვერ გაიქცევი. ხალხნო გაიქეცით, აქ უწმინდურია. რემ, მეტკინა, კიდევ ცოტაც. მაქით არა. დაჭერობანას თამაშიც დავასრულეთ. მე შენ გიხმობ, ასლაუ. ო, მოხმობილი ცხოველი. ერთი დარტყმით. უკეთესი იქნება პირველი შენ მოგკლა. საყვარელო რემ. შენ ვინღა ხარ? ჩემი სახელია ემილ ბიშელ ბერჟერი. სოფლიოში ყველა ქალბატონის დამცველი გახლა ვარ. ემილ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალაქში უწმინდური შემოაღწევდა და შენი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ქალბატონებზე ნადირობ. რა? ლედი სელესი ქალაქის ბარიერს იცავს. მას ნებისმიერ ფასად დავიცავთ. სახალისო ადამიანები ხართ. აბა დაიწყეთ. იმედია ლორდი გრეგორის გართობას მოახერხებთ. კარგია, ადამიანის კვალობაზე ძლიერი ხარ. ახლა ვიბრძვი მშვენიერი ქალბატონების დაცვისათვის და შესაბამისად დაუმარცხებელი ვარ. მოკეტე ხმა გაიკმინდე, საკმარისია. ეს რა იყო? ეი, ეს რა გააკეთე? ადამიანო, ეს ჯადოქრობა იყო. მე ლორდი გრეგორი გახლავართ, კაცი ჭამიატყის უძლიერესი ჯადოქარი. დაუჯერებელია. იცი ყველაზე მეტად რა მომწონს? როდესაც შენნაირ თავდაჯერებულ ადამიანს ასოწარკვეთილების მორევში ჩავაგდებ. მომწონს, როდესაც მათ შეძრწუნებულ სახეს ვხედავ.
გამანადგურებელი ხმალი. სულ მთლად დამავიწყდა რომ გამეფრთხილებიე, მე ასევე კარგი მეომარი ვარ. წყუდიადის ტყვია. ემილ ემილ, გთხოვ გაიქეცი, ის ძალიან ძლიერია. არ გინდა მსგავსი სულელური საუბარი, რემ. მე მტერს ზურგს არასდროს შევაქცევ. ჩემი სახელი ემილ ბიშელ ბერჟერია. სოფლიოში ყველა ქალბატონის დამცველი ვარ. ადამიანო, ეს შენი აღსასრულია. ძლიერია. მე 80-ე დონის უნდა იყოს, მაგრამ ასეთი დაბალი ძალით აპირებ ჩემ დამარცხებას, სისულელესაც აქვს მისი საზღვარი. მაშინ მიიღე. აი ეს. რა არის? ის რა სამსხვერპლო დატვირთვას აპირებს? საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შეტევის ძალას ზრდის. თუ ამ შეტევას გავუძლებ, მაშინ მისი საბრძოლო სული განადგურდება. საინტერესოა, შენ შეტევას პირდაპირ მივიღებ. მიდი, კარგად დამიმიზნე. დიახ, ახლავე. სამსხვერპლო დატვირთვა. დიაბლო. გასაგებია. ეს ხომ შეუძლებელია. ჩემი შეტევა ხომ უთუოდ მოხდა. დიაბლო. ბორის, ცუდი ამბავი. აი თურმე დაზიანება როგორ იგრძნობა. აქ მოსვლის შემდეგ ეს პირველად განვიცადებ. მიხვდი ჩვენს ძალებს შორის ხვაობა. შენმა საუკეთესო ტექნიკამაც სერიოზული ზიანი ვერ მომაყენა. და მეთაური რასლოდება, ისედაც ხომ ხდება რომ ვერ დამამარცხებს და ბრძოლის გაგრძელება უშედეგოა. არმია რატომ არ მიყავს? პატივცემულო დიაბლო. ქალაქიდან მაცნე მოვიდა, მისი მოხსენებით ლედი სელესტინას თავს უწმინდური დაესხა. ასევე თქვა რომ მასთან ერთად პანტერიანელიც იყო. დარწმუნებული ვარ რემია. გრეგორის ყველაფერი გამოუვიდა. მართალია სულელი არის, მაგრამ კარგად იმუშავა. ესე იგი ქალაქში ჯარისკაცი შეაგზავნა. მას უნდა რომ სელესი მოკლას, ბარიერი გაანადგუროს, თავდასხმის ხაზი გაარღვიოს და ქალაქი ხელში ჩაიგდოს. ამიტომაც, როგორც კი ჩვენ აქ საქმეს დავასრულებთ, უწმინდურები გაიმარჯვებენ. რემისთვის რაიმეს დაშავება არ შეიძლება. მიახლა აქ არ უნდა ვიყო. უმაღლეს მაგიას გამოვიყენებ. თუ სიცოცხლე გინდათ, კედლის მეორე მხარეს დაიმალეთ. უწმინდურების მიმართ სიბრალული არასდროს მახასიათებს, მაგრამ ახლავე უკან თუ დაიხევთ, დაგინდობთ. ახსდექი ჩვენო დემონთა ლორდო და ადამიანებს დაატეხე მთელი შენი რისხვა. ეს არის ედელგარდის ვალი, ამიტომაც მე არასდროს დავნებდები. დემონთა ლორდიო რა. ვერ ვიტან, როდესაც მე დამცინიან. ხედავ, არაფერი გწოდნია. ერთადერთი ნამდვილი დემონთა ლორდი ვარ მე, დემონთა ლორდი დიაბლო და არა სხვა. ნამდვილი დემონთა ლორდი. ეთრი ნათება.
ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ, როგორ არ უნდა მოიხმო დემონთა ლორდი. დაუჯერებელია. ეს როგორ? დემონთა ლორდი, დიაბლო. ნამდვილად არ მეგონა, რომ ის თეთრ ნათებას გადაურჩებოდა. დიაბლო, ვიჩქაროთ. ფეხით ვერ მივასწრებთ. ქალაქის პორტალს გამოვცდი. გთხოვ, ისევე იმუშავე როგორც თამაში. დაბრუნება. გაქრნენ. ხოლო ჩვენ ერთი ღადარჩი. მე ვერავინ დამამარცხებს. ჩემი დაცემული მეგობრების სახელით. არასდროს. ემილ, საკმარისია. ასე ხომ მოკვდები? ნუ იდარდებ. მე თქვენ უთუოდ დაგიცავთ. ვაღიარებ, რომ ძალიან ჯიუტი ადამიანი ხარ. მაგრამ ახლა მოკვდები. დიაბლო. მართალია დროულად ვერ მოვედი, მაგრამ რემ სელეს კარგია რომ ცოცხლები ხართ. რემ, ძალიან მიხარია რომ ცოცხალი ხარ. კარგად ხარ. შენ ხომ სისხლი გდის? არაფერია, ეს უბრალო ნაკაწრებია. ემილი უარესად არის. ეი ბავშვო, შენ კიდევ ცოცხალი ხარ. დიახ, ჩემო მეგობარო. ვაღიარებ რომ შენ მას ღირსეულად ებრძოდი. ახლა კი დაისვენე მას მე მივხედავ. აი სამკურნალო ელექსირი, ემილის დაალევიეთ. შეუძლებელია, შენ რა, უწმინდურთან ბრძოლას აპირებ? ჩვენ დასაცავად. უბრალოდ მინდა დავსაჯო ის სულელი, რომელიც ჩემს საკუთრებაში შემოიჭრა. სხვა მიზანი არ მაქვს. ხედავ არსებობს კეთილი დემონთა ლორდიც. საცოდავო სულელო დემონო, ჩემი გამოწვევა შენ გაბედებ. ჯადოქარმა მეომრის უნარი აითვისა. კროს რევერში ასეთებს კონტაქტურ მაგებს უწოდებდნენ. მაგრამ აქ უწმინდურია ასეთი, ვერანაირი მუდარა ვერ გიშველის, იცოდე შენ ბოლოს მოგიღებ, შემდეგ კი ბარიერს გავანადგურებ. ოღონდ ეგ უშედეგო იქნება, ედელგარდი ვეღარ მოვა. ის მაგრად დავაზიანებ. მისი არმია კი უკვე თითქმის განადგურებულია. ნუ მატყუებ, მაშინ შემებრძოლე და მიხვდები. ნახავ ჩვენ შორის მუდარას ვინ დაიწყებს. იცოდე, რამდენიც არ უნდა მთხოვო. მაინც არ დაგინდობ. წყლდიადის ტყვია. როგორ? ეს ხომ დიაბლოს მაგიის არეკლის უნარია. ნაძირალავ ეს როგორ გააკეთებ? წყლდიადის ტყვია. შეწყვიტე წუწუნი. ეს ხომ დაბალი დონის შელოცვაა. ეს საშინელი ძალა რა არის? ვერ დავიჯერებ რომ უწმინდური ჯადოქარი მხოლოდ წყლდიადის შეტევის შელოცვას ფლობს. წყლდიადის პრესი. მიიღეთ. ნაგავო, ამას საერთოდ როგორ აკეთებ? შენ რა ვერ გაიგე? ნუ ხლიკიდან სხვას რას უნდა ელოდო? წყლდიადის პრესი. გასაგებია, წავალ, ქალაქს მოვშორდები. ამიტომაც გთხოვ, დამინდე. გემუდარები. გთხოვ. უკვე ხომ გითხარი,
რამდენიც არ უნდა მთხოვო, შენ დანდობას არ ვაპირებ. ჩადენილი ცოდვებისათვის პასუხი უნდა აგო. საკმაოდ ბევრი მოკალი. არა. თხოვ, არ მომკლა. ნარაკუ. ამიერიდან წვდიადის განზომილება შენი ციხეა. საუკუნოდ. მართლაც რომ ძალიან დავიღალე. საკმაოდ ბევრი მანა დავხარჯე. დიაბლო. მე კი მეგონა, რომ ვეღარ გადავრჩებოდით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი. მადლობა. შეიძლება შენ მართლაც მოახერხო ჩემი გადარჩენა. იახ, მე ხომ პირობა მოგეცი. ჯანდაბა. დემონთა ლორდმა ასეთ დროს რა უნდა ქნას? ჯერ არ მინახავს დემონთა ლორდი, რომელსაც გოგონა მადლობას ეუბნებოდეს. შენ ყელზე არსებული საყელო. მოკლედ ის აღნიშნავს, რომ შენ მე მეკუთვნი. ამიტომაც შენი დაცვა ჩემი ვალია. შენ არაფერ შუაში ხარ. ასე ალბათ სიტუაციიდან დავძვრები. მე შენ გეკუთვნი? და მართლაც. მანამდე სანამ არ მოვიხსნი. ასე რამ გაამხიარულა? დაიცა, რატომ მარტო რემი? მეც შენ გეკუთვნი არა? ძალიან დაღლილი ვარ. თუ ასე დამაწვება. ვაუ, თითქოს 60-ში ვარ. დიაბლო. როგორი მაგარია. დიაბლომ თავი დაარტყა და გონება დაკარგა. არა. უწმინდურების თავდასხმის დროს მოკლულები 3 დღეში დაკრძალეს. მათ შორის იყვნენ ძირითადად მცველები და ავანტიურისტები. ეს სამყარო თამაშს არ გავს. თუ მოკვდები, არავითარი გაცოცხლების შანსი აღარ გექნება. მომხდარის შემდეგ ეს უკეთესად გავიაზრე. ძალიან გამაუცა იმ ფაქტმა, რომ ასეთი დიდი ტრაგედიის შემდეგ ადამიანებმა იმედის ნაპერწკალი არ დაკარგეს. ხელი-ხელ ჩაკიდებულები ცდილობენ წარსული ცხოვრების დაბრუნებას. ასეთი რამ თამაში არ ყოფილა. და მე რაც შემეხება 10 დღის შემდეგ. ალბათ ასე უკეთესი იქნება. დიაბლო, ღვიძავს? დიახ, მღვიძავს. მაგრამ ისევ მეძინება. მოდი, დავალების შესრულებას შევუდგეთ. ძალიან მომეწყინა. უკვე 10 დღე გავიდა. რაღაც არნახული სიზარმაცის მოზღოვებას ვგრძნობ, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი მანა დავხარჯე. შეიძლება ასე მალე საწოლსაც კი შევეზარდო. და? რაღაც ისულელეს ნუ ამბობ. მალე ადექი. რა? რა? დიაბლო, რა იყო გახალისტი? როგორც სილვი მითხრა, თუ ასე ჩავიცავ, ნებისმიერი მამაკაცი გახალისდება. როგორი ცუღლუტი და ხულიგანი გილდიის მასტერია? მიპასუხე. მოგწონს?
ცოტა გახალისდი? შერა, ეს რა ჩაგიცვავს? უბრალოდ ცოტათი დამცხა. მაშინ მასზე რატომ იყავი მიკრული? ახლავე გაეცალე. დიაბლოს ასიმეტრით არ მიუახლოვდე. რა? მასე ხომ სასტუმროს გავწდები? მასე მკერდით რატომ ხარ მიყრდნობილი? როცა უახლოვდები ის თავად ეხება. როცა უახლოვდები ალბათ შენი ძვლები ერჭობა. მსგავსი არაფერი. მართლაც რომ, მაგრამ ცოტათი სასიამოვნოა. იმათაც ცოტათი გრძნობ. გამარჯობათ. როგორი მეგობრულები ხართ? დილა მშვიდობისა, სილვი. გამარჯობა შერა. დიაბლო შენც ასევე. ხედავ ცოტა გახალისდი. სილვი, აქ რატომ მოხვედი? დიაბლო ერთი საქმე მაქვს. ალბათ დაგაინტერესებს. ელფების სამეფომ ფალტრას ლორდს შემოუთვალა, რომ შერა ელ გრინვუდი გადასცეს. ვადა 10 დღე მიცა. თუ არ დავემორჩილებით, ომს გამოგვიცხადებს. ომი? ხომ არ გაგიჟდა, არ შეიძლება ერთმანეთთან ომი. ლორდი მე დამიკავშირდა და ამ საქმის მშვიდობიანად მოგვარება დამოვალა. ესე იგი ამბობ, რომ შერას უკან დაბრუნების დავალება მიიღებ. დაიცა. შენი აზრით მაგას როგორ გავაკეთებ? შენ შერას ზალით როგორ წაგართმევ? შენ რომელმაც უწმინდურების არმია გაანადგურებ. ხედავ სულელი არ ხარ. და აი მიიღეთ ჩემგან და უბედური ლორდისგან დავალება. შეაჩერეთ ელფების სამეფოსთან ომი. დიაბლო შევთანხმდით?私はチェスター・レイ・ガルフォード中将だ。みんなが幸せになれるよう一緒に頑張りましょう。いいよ、離して。シェラー